მოგესალმებით, მე გახლავართ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან ვიტალი კილასონია. გახლავართ აგრარული მეცნიერებების მაგისტრი უკვე. დავასრულე უნივერსიტეტი და შემდგომ დავიწყე სტაჟირება გაეროს პროგრამაში ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც მუშაობდი ექსტენსიის მიმართულებით ფერმერთან. და ეს პროგრამა იყო ევროკავშირის დაფინანსებით, რომელიც მათ შეცვალა მთლიანად მაშინდელი ქედის მდგომარეობა და განავითარა ის ძალიან მნიშვნელოვნად. მარტო ეს ერთი მაგალითის კი კმარა და ძალიან ბევრი მაგალითია ასეთი, რომელმაც ევროკავშირის გრანტები მიზნობრივად მოხმარდა კონკრეტულ თემს, კონკრეტულ რეგიონს. მე უჭერ ამას მხარს. ესაც ჩემი პოზიცია, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია იძლევა ამ სიკეთეებს და ეს პროპაგანდა, რომელიც დღეს მედიაში არსებობს, გეებთან მიმართებით და LGBTQ თემასთან მიმართებით, არის ძალიან აზრმოკლებული და ლოგიკას მოკლებული. პირველ რიგში მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს ერთი მხრივ არის ეკონომიკური უსაფრთხოება და მეორე მხრივ სამხედრო უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნისთვის, რადგანაც დღეს მნიშვნელოვნად კრიტიკულად საჭიროა ჩვენი ქვეყნებისთვის ესეთი პარტნიორი. იგივე ჩოხატაურის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი პროექტი მუნიციპალიტეტში განხორციელდა ევროკავშირის გრანტების მიმართულებით, მახსენდება შვედეთის განვითარების გრანტი, რომელიც გურის ეროვნული პარკის მოხმარდა და მუშაობდი ამის მოსამზადებელ პროცესებში და ჩართული ვიყავი კომუნიკაციების ნაწილში მოსახლეობასთან და ეს პროექტები რეალურად შემდგომ უკვე ქვეყნის სახელსაც რეალურად წინ წაწევს და ესეთი მიზნობრივი პროექტები ევროკავშირში ძალიან ბევრი. ეს არის ფაქტი. ეს შეგვიძლია ვნახოთ ევროკავშირის ანგარიშები საქართველოსთან მიმართებით და ვნახოთ, რომ ეს ფაქტები ძალიან ბევრი დიდი ნუსხაა და ჩამონათვალია. მაგრამ საპირისპიროს ხედავთ მედიაში სამწუხაროდ და ეს პროპაგანდა სამწუხაროდ მუშაობს ხალხსაც. შეუძლებელია დღეს გონიერ ადამიანს რუსეთისკენ გეჭიროს თვალი და ესე რუსეთი გინდოდეს. რადგანაც მოსკოვს იქეთ რუსეთი არ არსებობს, იმიტომ რომ რუსეთში არ არსებობს პოლიტიკა, რომელიც განავითარებს რეგიონებს. ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ სისტემური პოლიტიკა გვაქვს, ცენტრალური პოლიტიკა გვაქვს და ახლა მუშაობთ დეცენტრალიზაციის პოლიტიკაზე, რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს საკითხებს. ავსტრიაში როდესაც გახდით გაცვლითი პროგრამით, ამ დროს ჩვენ გახდით ერთ-ერთ ოლქში, დასავლეთ პროვინციაში და ვიკითხეთ დაბეგრის შესახებ, დაბეგრული თანხა მუნიციპალიტეტში მთლიანად რჩებოდა მუნიციპალიტეტს. ესეც საკითხების მნიშვნელოვანია გავიაზროთ და გავითვალისწინოთ ევროკავშირის პრაქტიკიდან და ევროპის მაგალითებიდან. მიმაჩნია, რომ ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ეს ძალიან დიდ როლს მოუტანს ჩვენ ქვეყანას. მთავარი კონტრიბუტორი ჩვენ მოსახლეობა იქნება, რომელიც მიიღებს ამ სიკეთეებს, რაც ევროკავშირს თან ახლავს და ამ მუნიციპალურ განვითარების პროექტებს, იგივე სურსათი ვთქვათ, თუ გინდა სურსათში, რომელსაც ჰქონდა ჩვენ რუსეთის პერიოდში წავით გოსტი სტანდარტი, დღეს უკვე მუშაობთ ჰასპის სტანდარტზე, რამაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესა სასურსათო პროდუქტების წილი და რაოდენობა ქვეყანაში და მნიშვნელოვნად შეცვალა ხარისხობრივი მაჩვენებლები. იგივე სოფლის-მეურნეობის სექტორში ევროკავშირის მიერ დახარჯული თანხები ძალიან დიდია და ძალიან მიზნობრივია, რაც აისახება რეგიონებზეც, იგივე აჭარის მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, იმიტომ რომ როდესაც გუნდი კარგად მუშაობს, ადგილობრივი თვითმმართველობა კარგად მუშაობს, უფრო ხელშესახებია პროექტები და ეს ხდებოდა აჭარაში ჩემ თვალწინ, რასაც პირადად ვეცნობოდი და ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება, რამაც კონკურენტული გამხდა ბაზრისადმი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი და ამ გზიდან გადახვევა ჩვენთვის იქნება ძალიან დამაზარალებელი და მოგიწოდეთ მეგობრებო, ერთიანობისკენ და სიკეთისკენ, რაც არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ვართ ძალიან მცირეერი რაოდენობაში და მასაში, ჩვენ გლობალურებს ვერ შევედგერებით და ძალიან მცირეერი ვართ, ამიტომაც ჩვენ გვჭირდება კოლაბორაცია და ხელით ჩამორთმევა. და არ შეიძლება ასე დაყოფა ადამიანების, როგორც ყოფთ ჩვენ ერთმანეთს. წარმატებებს გისურვებთ და ბრძოლას ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის.